მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ, როდესაც უკანა ხედვის კამერები ჩამომდის, მას კამერებს მოყობა თავისი ეს კაბელი, მაგრამ ამ კაბელებს მე ვყრիր და არ ვიყენებ საერთოდ, რადგან ძალიან წვრილი მასაა, კიდე აი ესეც ცხელი ფირფიტასავით, აი დააგვირდით, აი ესე. ვყიდულობ აი ესეთ კაბელს, რომელიც არის საკმაოდ კარგი, ორიგინალი კაბელი, სუფთა სპილენძი. და აი შეადარეთ. აი ნახეთ. სადეს და ხა სადეს. ამიტომაც აი ამ კაბელით, როდესაც ვაკეთებ გაყვანილობას და ამ შტეკერით, როდესაც ვაკეთებ, არანაირი ხარვეზი, საერთოდ არანაირი დეფექტის არა კამერას და ამიტომაც არის კარგი გამოსახულება, როდესაც ამ კაბელით გააკეთებენ და გააკეთებთ ამიტომაც აქვს შემდეგ ეკრანზე ხარვეზები. აი ბუჭუნჭველასათვის რო დადის და კამერა რო ეკრანი რო თამაშობს და მთელი რიგი პრობლემები, აი ზუსტად ამ კაბელის ბრალი არის, გაყვანილობის ბრალი არის. აი, ეხლა ამას დავაპაიანებთ, გავაკეთებთ კარგად და მე გამზადებულსაც გაჩვენებთ. ესეც ასე მზად არის კაბელის გასაყვანად. აი ესეთი სტილის კამერები შდება ჩვენ CMAX-ში და კეთდება როგორც ორიგინალი ისე. ეხლა გავაკეთებ და გაჩვენებ როგორ ხდება ეს ყველაფერი და როგორი გამოსახულება აქვს აი ამ კამერებს. კამერა დამონტაჟდა ესე ეს ორიგინალი გაყვანილობაც შეულებრივად წამოვიდა მასაც აი ესე ამ კაბელით კეთდება და მასაც დავამაგრებ და მე უკვე წავალთ მონიტორთან მიეშავ პროგრამა ჩაწერილია უკვე ამ პროექტთან დაერთება კამერის დამონტაჟდა ჩვენი კამერა გამოსახულებაც ნახეთ ხარისხიც ნახეთ აი ამ ხარისხის კამერები დგება ჩვენს CMAX-ებში და ჩვენ ეკრანს და ესე აღიქონს ეს ყველაფერი და არანაირი ხარვეზი, არაფერი საერთოდ არც პარპარი ეკრანის